გავიხსენოთ უდიდესი ამერიკული სიტკომი Friends-ი. 6 მეგობარი 10 წლის განმავლობაში უშვებს არაერთ სერიოზულ შეცდომას, ანგრევს ოჯახებს, აჩვენს უკანონო შვილებს, იწყებენ კარიერას ნულიდან არაერთხელ და ზოგადად ძალიან ბევრ არასწორ ნაბიჯს დგავენ ცხოვრებაში. დღემდე სერიალი მარწმუნებს, რომ ყველას ჩვენი ტრაექტორია გვაქვს და როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც წარმომედგინა, ჩემთვის ვეუბნები სალი, დამშვიდი, შენ მხოლოდ Friends-ის მეორე ან მესამე სეზონში ხარ. და პარალელურად საქართველოში თბილისში რამდენიმე წლის შემდეგ იქნება სერიალი შუა ქალაქში, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ თუ ჩვენს გვერდით სწორი ადამიანები იქნებიან, აუცილებლად გადავრჩებით. და ზოგჯერ მგონია ზუსტად მაგ საზოგადოებისგან ჩართულმა წამზომის ციკ-ციკმა რომ არ გაგვაგიჟოს, საჭიროა გავჩერდეთ და შევხედოთ მათ, ვინც ზუსტად ამ საზოგადოებაში პოულობენ ერთმანეთს და გვარწმუნებენ, რომ სიკეთითა და იუმორით დიდებული საქმეების ჩადენა შეიძლება. გამარჯობა შუა ქალაქის ფანო. გამარჯობა Friends-ის ფანო. გამოვნახოთ საერთო ენა. გამოვნახოთ. ორივე სერიალი უნივერსალური, ყველასთვის გასაგები იუმორით გამოირჩევა. Friends-ი ქართულად უკვე ნათარგმნია. კი. და არა მხოლოდ ქართულად, ანუ მთელ მსოფლიოში უყურებენ Friends-ის სერიალს. შუა ქალაქში რო თარგმნონ ინგლისურად. რამდენად გასაგები იქნება მათთვის? მე მათ მგონია ეგ ესეთი რაღაცა რა, გრამატიკული ცოდნა გჭირდება იმისთვის, თუნდაც ჩენდლერის ზოგიერთი სარკასტული ხუმრობა გადათარგმნოლა და მიხვდე. თუმცა როცა ინგლისური იცი, მიხვდები ამ ხუმრობას სადაც არ უნდა იყო რა. შუა ქალაქის შემთხვევაში მაგალითად აი სანდრო რო ამბობს ხოლმე, რომ ირაკლი გველი ცხოველია თუ კუდი, კი შეიძლება ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს გაეცინოს ამაზე, მაგრამ აი ერთ-ერთ ეპიზოდში არის რომ ქეთევანი მიდის პანაშვიდზე და ყვირის როდის და გონია რომ ანუ ამერიკაში ან ბრიტანეთში ან სხვა ქვეყნებში ვერ გავაგებინებთ ხალხს რომ აი ეს რატო ყვირის როდისო და თან რატოა ეს სასაცილო და იმდენად სასაცილო რომ რამდენი წელია უკვე ამ ეპიზოდს ვუყურებ ხოლმე და ისევ მეცინება. Joey's how you doing? ნიუ-იორკული რაღაცა how you doing უნდა იყოს რა, მაგაში ჩაქსოვილი და თუნდაც ეგ ახლა მე ქართულად არ მინახავს Friends, მაგრამ დარწმუნებული რომ როგორ ხარად გადათარგმნეს ან რა შვებიან რაღაცა რა. კი, აი საუკეთესო მაგალითი არის მან რომ რეიჩელ რო არჩევინებს Joey ჩანთას, unisex-ი ჩანთაო და no Joey unisex. Words მაგაზე არის მიტყოდიო და უეჭელია. ესა და ჩვენთან unisex არაფერს არ ნიშნავს ქართულში ეგ რა. არიან ჩემს გარშემოც ადამიანები, ვინც და ვერ დაუმუღამარა Friends ისე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ვეცადე რომ გადმოვხტიტყავი და რომ შენ ამას უნდა უყურო, იმიტომ რომ ზეპირად ვიცი. ინგლისური არ ესმით საკმარისად კარგად. ბევრისგან მსმენია, რომ აი ინგლისური სასაუბრო ინგლისურის გაუმჯობესება თუ გინდა Friends უნდა უყურო. მე ვარ ეგ საუკეთესო მაგალითი, იმიტომ რომ დღეს სტანდარტულად რო შემიძლია ლაპარაკი ნებისმიერ რაღაც გადათარგმნა რო შემიძლია, იმიტომ რომ სერიალები და პირველი სერიალი ჩემ ინგლისურად იყო Friends-ი, რასაც ვუყურე და ხო. ასაკობრივ ჯგუფებზე რას ფიქრობ, აი შუა ქალაქის შემთხვევაში, რომ მე მაქვს ნანახი, განა არ მაქვს შუა ქალაქი ნანახი და რაც მახსენდება არის აი ბავშვობაში, რომ მთელი ოჯახი ხდებოდით და ბებიის თაობა და შვილიშვილების თაობა ერთნაირად ერთდროულად ვუყურებდით და ყველანი ვიცინოდით რა. და აი Friends, ბებია ჩემთან ერთად არ ვუყურებდი მაგალითად. ბებია ერთად ვერ აი მან გეთანხმები იმაში, რომ შუა ქალაქში არის ანუ იუმორითაც და სიუჟეტურადაც რა ისეთია, რომ აი ნებისმიერ 5 წლის ბავშვს რო ჩაურთო არაფერი ისეთი არ იქნება, იქაც რო იყო არაფერი ისეთი არ იქნება. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა Friends-ის იუმორზე არის, რომ მხოლოდ ვერბალური ასპექტი არ არის რა. აი ძალიან დიდ როლს თამაშობს ფიზიკური იუმორიც, აი სიტუაციური ფიზიკური კომიკოსობა. ძალიან მაგარ სცენას მოვიშველიებ, ამისთვის ეს არის როს ჩენდლერს და რეიჩელს, რო აქვთ სახლში, ის რა ქვია, დივანი. და მთელ სცენარში არის ერთადერთი სიტყვა pivot. Pivot ნიშნავს რომ დახარე. დეივიდ შვიმერი მაგ სიტყვას ყოველ ჯერზე ამატებს და ამატებს ამ ფიზიკურ კომედიას და ნუ აი იხევის იცი. აი მაგარი ხა შემიძლია გითხრა, მაგ ეგეთი შემთხვევები გვაქვს იმაშიც რა ქვია. შუა ქალაქშიც რა, ერთ-ერთი ეპიზოდი არის, რა ქვია, ლაშა იჭედება ჩხეიძეებთან აბაზანაში და რა ქვია, წავალ ევაკუატორს დაუძახება და თვითონ ევაკუატორი არ მინდა. ანუ აბა ამას რა მოიყვა აქედან და ანუ ძალიან სასაცილო მომენტია. ხო შეიძლება ეგ აბაზანის სცენა ფრენჩიც არის. ოღონდ კი, ჩენდლერს უთავსებდებიან. ხო, თავზე დაადგებიან, იქიდან იმას გაქნეს. მიუხედავად იმისა, რომ შუა ქალაქში ძალიან მიყვარს, ვიტყოდი, რომ
ცოტა შეიძლება უფრო ქართული ტრადიციებიდან ამოსული იყოს შუა ქალაქში და ის უფრო საერთაშორისო რა. კარგი, შემდეგი მაქვს ესეთი. Friends-მა ქალების დამოუკიდებლობა გვასწავლა, შუა ქალაქში კი ქალებს მხოლოდ ჭორიკნებად, ისტორიჭკებად და დიასახლისებად წარმოაჩენს. Come on. ისმენები. Come on, girl, რატო? რაღაცა პროტესტი გამიშდა. ხა მომინდა რომ ყველა დავიცვა. რეიჩელი იყო თავიდან უმუშევარი რაღაცა spoiled girl თუ რაღაცა და განვითარდა. მაგრამ თანაი რომ ამერიკაში ხარ ძალიან რაღაცა სამარცხვინო არის ის რომ რაღაც სრულწლოვანი ხარ, შენი პროფესია არ გაქვს, რაღაცა ეს დამოუკიდებელი არ ხარ და რაღაცა რა. და საქართველოში ანალოგიურად სამარცხვინო არის, როდესაც გაუთხოვარი ხარ. და ზუსტად მაგ პრობლემასთან გამკლავება უწევს თამარ გლონტს რა და მაგიტო იმდენად კარგად უმკლავდება ამ ყველაფერს და პარალელურად რაღაცა თავის კომპანიას პრებედინას აარსებს და ბევრნაირად ცდილობს ის რომ რაღაცა ესეთი ამაყი ქალის სახე შეინარჩუნოს ჩხეიძებთან მიდის მე მგონი ლაშა ძალიან მთვრალია რა ქეთევანის ქმარი და ქეთევანი და ლაშა კამათობენ წადის სახლში ახაო ქეთევანი ეუბნება რა და არ წავალ და წადი და არ წავალ და თამარ დამეხმარე ეს ესეთი არის და თამარი მოდის ეს წარბაწეული რა და გაყევი ესე უნდა კარგი ბოდიში და მიდის რა ხო და რა თქმა უნდა ძლიერი ქალია რა ანუ პრეზენცია ქრა გოგოს რა ანუ შემოვა ოთახში და ყველა დუმს ხო ანუ მართლა ეგ არის რა და თავიდან თან პირველ სეზონებში ალბათ უფრო ეს პერსონაჟები არ იყვნენ ესეთები და უფრო მართლა რაღაცნაირი ჭორიკანა გოგოშკები იყვნენ მაგრამ დროთა განმავლობაში თამარმა თუნდაც და ქეთევანმაც რაღაც ესეთი კარგი ძლიერი ქალის სახე მიიღეს რა, ჩემი აზრით ასე თუ ისე. კომედიის ნაწილია რომ ცოტა ყველაფერი გაბუქებული იყო, იმიტომ რომ თამარის პერსონაჟს რო უყურებ, ანუ გაუთხოვარი ქალის სინდრომი აქვს, ანუ ქალს აქვს კლიმაქსი. No hate, ანუ არ ვაჰეითებ თამარს, საერთოდ პირიქით, ძალიან კარგი კონტრასტში მოდის ქეთევანთან რა. მაგრამ აი შუა ქალაქს ვერ ვაპატიებ ანანოს გაფარჩაკებას და რას გულისხმობ? გოგო მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში, საერთაშორისო NGO-ში, გოგო მიმენა მთელი მსოფლიო მოიარა და ან მაგარ ამბებში იყო რა. თან ბოლოს მგონი დააფუძნა კიდეც თავის საკუთარი არასამთავრობო რა. და აი სულ რაღაცა ჯოუქის სასაცილოდ და რაღაცა გადებილებული. და თან ისიც არ მომეწონა რომ ამისთანა რაღაცა მაგარი ქალი როგორც კი დათო შეუყვარდა, ჯერ დათო როგორ შეუყვარდა. მე ძალიან დამაჰეითებენ ახლა ამის, მაგრამ მე მაინც ფრენსის გადმოსახედიდან ვუყურებ, იმიტომ რომ აი იმდენად მაღალი სტანდარტები ქონდათ ფრენსის ჩემს საყვარელ ქალ პერსონაჟებს, რომ აი მაგათთან შედარებით, რაღაცა ანანოს პერსონაჟი სიყვარულმა დაადებილა ამბავი იყო რა, ცოტა. კი. და ეგ არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან კაი პოტენციალი ქონდა, რომ აი მართლა და აი თიკას პერსონაჟი რაც იყო იდეაში, სანამ თიკა იქნებოდა, მანამდე ანანო იყო რა. და ანანო რაღაც გვერდზე გაწიეს და შემოიყვანეს ეს თიკა. რომელმაც რაღაცა თამარს დააწყებინა მუშაობა, იქ რაღაცა ყველასთვის cool გოგო იყო, ყველასთვის რაღაც ფიქმი. ეგ მაგаш დაბეჭდებას ტოვებდა, ფიქმის დაბეჭდებას ტოვებდა თიკა რა, ჩემში, მაგრამ აი ანანოს ქონდა ეგ პოტენციალი და ჩემი აზრით რაღაცა დამიჩაგრეს. მე მგონია, რომ როგორ ვთქვა ფრენდსში რა სიუჟეტიც ხდება, ის ცოტა იმ გარემოს უსწრებს თუ სოციალურ პრობლემებს ეხებიან, ამ სოციალურ პრობლემებზე ცოტა წინ არიან წასულები და ხალხს ცდილობენ რომ თავიანთი აჯენდა მოხვიან თავს სოციუმზე გავლენის მოხდენას ცდილობენ რა თავიანთი ნამოქმედარით ანუ და შუა ქალაქის შემთხვევაში ზოგადად ქართულ კინოში რაც იქნება ძირითადად ამოდის სოციუმიდან რეალობას იღებენ პირდაპირ რა ანუ პროტოტიპებს ქმნიან ანალოგიურად ახლა მაგ დროშიც NGO-ში ნიკობა იყო და ანუ jokes on you რომ ანუ რაღაც ცოტა რო ვერ არიან ეგეთი ტიპები არიან ხოლმე NGO-ში ნიკები და აი და დაჟე ცოტა ეხა ცოტა ხანია რაც გაქრა ეგ დამოკიდებულა თორე ინტრიგნები იყვნენ კიდე NGO-ში ნიკები ძირითადად მარიკასთან არის ესეთი რაღაცა რომ არის სტანდარტული დიასახლისი რომელიც ყველაზე დიდი ისეთი არის რომ აი რემონტი უნდა ხოლმე რომ რაღაცა გააკეთოს ეს რაღაცა და მაგ პერიოდში არის სტანდარტული რაღაცა დიასახლისი და მერე გადაიღეს შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ უი ხო ძალიან ბანძობა ბანძობა იყო მაგრამ მანდ მარიკას პერსონაჟი უკვე პარლამენტში მუშაობს მე მგონი რას ამბობ? ხო, ანუ ძალიან ისეთი არის რა, ანუ შემდგარი ქალია უკვე მარიკას პერსონაჟი. ხო და მანდაც ეგ მგონია რომ აი
განვითარდა როგორც პერსონაჟი, ცოტა სოციუმით ცოტა სრულიად შეიცვალა. და ანუ პერსონაჟს სხვადასხვანაირი დატვირთვა მისცეს რა. პრინციპში მე ვიჭერ მსგავსებებს მონიკასა და მარიკას შორის. თვითონაც ირგებდა ამ ასე თუ ისე დიასახლის დროს, მაგრამ თავისი კარიერა და კულინარიაში იწყოდა, რომ დაემკვიდრებინა თავის თავი და შეფი გახდა მე ბოლო სეზონებში რა, მაგრამ მარიკასთან მე ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს, არის რომ კი დიასახლისის როლი ქონდა მიცემული, მაგრამ ის გადაობა იყო რომ საჭმელები არ უარგოდა. ფულის მენეჯმენტი არ შეეძლო თუნდაც. სულ რაღაც რემონტი რო უნდა და რაღაცა უნდა და ეგეც ისე იყო დახატული რომ აი მეტი საქმე არ აქვს და სულ რაღაცების გადაკეთება უნდა და სულ რაღაცების ისევ იმას უბრუნდებით რა რომ თუ მაგას ისე დაინახავ რომ მაგან უნდა დაგმოძღროს და რაღაცა უნდა ისწავლო აქედან დამაზიანებელია. მაგრამ თუ ისე შეხედავ სერიალს რომ ეს არის რაღაცა იმდროინდელი რაღაც სარკე და გამოძახილი, ულტრირებული გამოძახილი რეალური სოციუმის, მაშინ 10-დან 10. ზოგადად ანუ Friends-ში ძალიან დიდი ტრამვები აქვთ რა თითოეულ პერსონაჟს. ანუ ეხლა აი ჩემთვის არის მონიკას ტრამვა, აი ფიბის ხო ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა და რაღაცა, მაგრამ აი მონიკას და აი როსი რო გამორჩეული შვილია და მონიკას რო იმენა რავი დედამისი რა ვიცი იმენა. ხო ესეთი რაღაცები შუა ქალაქში ნაკლებად ჩანს რა. და კათარზისული მომენტებიც არის ძალიან ბევრი. დედამისთან რაღაცა საერთო ენის გამონახვა, აი ბებია რო გარდაეცვალა მაგ ეპიზოდში, დედამისთან რაღაცა, იმიტომ რომ ის ბებია აღმოჩნდა რომ ისე ექცეოდა დედამის, როგორც დედამისი ექცეოდა მონიკას. და ეგ რაღაცა საერთო შუალედი იპოვეს და რაღაცა კარგი მომენტი იყო, მაგრამ ზუსტად 2 წამში ისევ იგივე ტოქსიკური კომენტარები წავიდა. მაგრამ ის რაღაცა ნაპერწკალი მომენტები არის და მაგ ტრამვებსაც რაღაც მხრივ ლახავენ რაღაც მომენტებში, მაგრამ არა ისე რომ თქვა ის ღადაობები და რაღაცები გაგიტრუხდეს რა. ხო და ხო, მაგაში გეთანხმები რომ შუა ქალაქში მაგხელა სიღრმე არ ტრამვა ერთი მე მგონი ანანოს აქვს არ ყავს მშობლები თუ რაღაც მსგავსი ხდება, იმიტომ რომ ბებიასთან აქვს ახლა ისა და აი 90-იან გამოვლილები არიან. მეტი ისეთი არაფერი არ ჩანს რა. შუა ქალაქმა თაობას, რომლის ტელევიზორში მხოლოდ ბრაზილიური სერიალები გადიოდა, გვასწავლა მეგობრობის ერთგულების გვერდში დგომის ფასი. კი, მე ვარ ზუსტად ეგ თაობა რა. აი სულ ორი რაღაცა გადიოდა ხოლმე ტელევიზორში საინფორმაციო და ბრაზილიური სერიალები და მიდიოდა ანუ რაღაცა მედია ყოველთვის აჩუქებს ნეგატივს. ეს მოკლეს ეს გადარჩეს ეს იმას ქნეს ამას ქნეს და ანუ ბრაზილიური სერიალი კაცებს რო წეწვაღლეტვა მიდის ერთმანეთზე რა და აი ამ ბრაზილიური სერიალის მერე ეგრევე იწყებოდა შუა ქალაქში და ჩვენს ფსიქიკაზე მე მგონია რომ მაგ პერიოდში ყველაზე კარგი გავლენა იქონია შუა ქალაქმა რა მე მახსოვს რომ ერთი ეპიზოდი არის ირაკლის მარიკას დედას სჭირდება რაღაცა ოპერაცია რა სადღაც უნდა გადააფრინოს თუ რაღაცა და მან არის რომ ნუ რაღაც სახსრები არ არის მაგრამ აი დღის ბოლოს რაღაც აი ღლონტები ლატარიაში იგებენ თანხას და ამ მოგებულ თანხას ჩუქნიან იმას რა ქვია ირაკლის მანქანა გაყიდა ანანო რა ვიცი საზღვარგარეთ წასვლის ფული მისცა სანდრომ და შეაგროვეს რა და ანუ ეგეთი რაღაცა იმ პერიოდში მით უმეტეს ამნაირი რაღაცას და მართლა სიკეთეს და აი მეგობრობის ანუ ძალას რო უყურებ ძალიან კარგად მოქმედებს სოციუმზე რა დადებითად გმოხტავს ერთია და მეორე ზუსტად მაგ სოციუმის იმედს გაძლევს რა, იმიტომ რომ ზუსტად ის ადამიანები იმდენად ქართულები არიან, რომ ხვდები რომ ხო ესეთი ტიპები მეც მყავს ცხოვრებაში რა. იმიტომ რომ თამარი და ქეთევანი მართლა ყველა корпуსში არის ხო თქვა ეგ. Friends-შიც და შუა ქალაქშიც ჩემი აზრით არის აი არჩეული ოჯახი რასაც ეძახიან. ანუ ოჯახს ხო არ ვირჩევთ. ოჯახს არ ვირჩევთ, ანუ რა ოჯახშიც ვიბადებით, იმ ოჯახში ვიბადებით რა, მაგრამ აი სამეგობრო არის ჩვენი არჩეული ოჯახი რა. ოჯახზე მეტად, ანუ ბიოლოგიურ ოჯახზე მეტად ახლოს არიან თავიანთ მეგობრებთან რა და აი განკიცხვის თემასაც არასოდეს არ ვგრძნობდი, ეხლა Friends-ში განსაკუთრებით აი რამდენი შეცდომა დაუშვა ყველა პერსონაჟმა, მაგრამ არც ერთხელ ის განცდა არ მქონია, რომ აი ჯგუფის წევრები, ვთქვათ, იმას განკიცხავენ და აპრუვინგებენ რაღაცებს. მაგრამ ჩვენ ვერ ხედავ აშკარად, რომ ჯოუი და ჩენდლერი მეროთ რო ახლო მეგობრები არიან. ერთად ცხოვრობენ ელენი. ვეი რა. ხო, მაგრამ თან დროს ძალიან ტოქსიკურია. ანუ როგორც მეგობარიც და როგორც პარტნიორიც და რავი, როგორც ადამიანი. On a break თუ არა? No, they were not. I mean, they were on a break, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაც გააკეთა, ანუ ამ გამართლებულია რა მაგით. ყველასთან წავიდა, რომ რეიჩელამდე არ მისულიყო.
ანუ გააფრთხილა ყველა რომ და ტყუილებს დაამატა და ანუ ტყუილი უფრო და დამალვა უფრო გამიტყდა ვიდრე ის ფაქტი რომ რაღაცა შეეშალა რა. დაქორწინებულები რა იყვნენ იმასაც უმალავდა და რაღაცა მაგრამ. კაროჩე არ არის როს კარგი პერსონაჟი. რეალურად დააკვირდა დათოც ცოტა ძალიან გამაღიზიანებელი პერსონაჟია რაღაც მომენტებში რა. აი რა ყოველდღე რო დგება და 20 ლარი ხო არა გაქვს 20 ლარი და ძალიან ამწარებს ირაკლის რაღაც მხრივ რომ პერანგებს რო იპარავს და რაღაც აი ნერვებს უშლის. ძალიან ნერვებს უშლის რომ დასცენის და რაღაცა და ეს უყურებ შეიძლება გაგაღიზიანოს რაღაც მომენტში რა. ანუ მადლიერების განცდა არა აქვს რაღაც შენსახში. ანუ სითავხედემ შეიძლება რომ გაგაღიზიანოს. ხო, იუმორის და კომედიის გარეშე რო შეხედო, შეიძლება ცხოვრებაში ვერ მიმეგობრა ეხა დათოსთან რა. ორივე სერიალი ნოსტალგიით ცოცხლობს და დღეს რომ გამოსულიყო, საერთოდ არ აიტაცებდა ხალხი. დღეს რომ გამოსულიყო Friends-ი, არამც თუ რაღაცა გეი ქორწილი უნდა ქონოდათ, უეჭველი მინიმუმ ერთი ჰომოსექსუალი მეგობარი უნდა ყოფილიყო სამეგრელოში და ერთი შავკანიანი. დღემდე რომ რავი ჭამის დროს რომ ისევ შუა ქალაქს ვთავ, ნოსტალგიის გამო არ ვთავ. არც Friends-საც ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე რა ეპიზოდებს. მართლა მეცინება და მაგის გამო ვუყურებ რა. აი Friends-ის მაგალითზე რა, დღეს რო Friends-ი გამოსულიყო პირველ რიგში ხო სოციალური ქსელი ითამაშებდა ძალიან დიდ როლს. სოციალური ქსელები და ტელეფონები. Facebook-ი, სოცქსელები არაფერი არ იყო. ხო და ანუ ეს ის პერიოდია, როცა მართლა ადამიანური ურთიერთობები და რაღაცა უფრო სხვა ღირებულებები ცოცხლობს. კი იყო, მაგრამ შუა ქალაქის შემთხვევაში საქართველოში 2007 წელსაც იგივე სიტუაცია იყო, რომ მეტი არაფერი არ იყო. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ Friends-ის სიუჟეტი რო დღეს საქართველოში გადაიღონ რავი, ძალიან სასაცილო იქნება და ძალიან რეიტინგურიც ალბათ რა. მე მგონია რომ 90-იანების ნოსტალგია თამაშობს. 90-იანების ნიუ-იორკი. ხო, მართალია. ვერ გამოვნახეთ ამ ბოლოს საერთო ენა და დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარებში თქვენ როგორ ფიქრობთ. Friends-ი ან შუა ქალაქი დღეს რო გადაიღოთ, როგორი იქნებოდა? უყურებდით თუ არა და იქნებოდა თუ არა თქვენი საყვარელი სერიალი დღეს. მადლობა ელენეს. ელენეს აქვს YouTube არხი კინოპროექცია. გამოიწერეთ ელენეს არხი, თუ გიყვართ კინოსა და ფსიქოლოგიას შორის საერთოს პოვნა და სხვა კუთხით დანახვა იმ კინო შედევრების, რომელიც ყველამ ვიცით. და ელენე ძალიან დიდი მადლობა. და გისურვებ ბევრ წარმატებას. და აბა დროებით. ნახვამდის. ჩაო.